სახელმწიფო დეპარტამენტის ხარჯების შემცირების მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით რიგი საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ადმინისტრაციაში სამწყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც წყაროები აღნიშნავენ, დახურვის საფრთხე ემუქრება საკონსულოებს გერმანიასა და საფრანგეთში, ასევე კანადაში, მექსიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. წყაროების განცხადებით ტრამპმა საკონსულოების სია განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სამთავრობო უწყებებს ილონ მასკის დეპარტამენტთან დოჯისთან თანამშრომლობას ავალდებულებს. განკარგულების თანახმად ფედერალურ სააგენტოებს დოჯისთან მუშაობის ინსტრუქცია მიეცათ, რათა მათი ოპტიმიზაცია მოხდეს. ილონ მასკი დონალდ ტრამპის კაბინეტში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. დეპარტამენტის მიზანი სამთავრობო ხარჯების შემცირება, ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციით არაეფექტიანი პროცესებისა და პოზიციების გაუქმება და რეგულაციების შემცირებაა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ყოველ გათავისუფლებულ 4 ადამიანზე ერთზე მეტი ადამიანის დაქირავების შესაძლებლობას ზღუდავს. თუმცა განკარგულება სამხედრო და სამართალდამცავი უწყებებისათვის გამონაკლისებს ითვალისწინებს. ახლად შექმნილი დეპარტამენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი კითხვა არსებობს. არ არის ცნობილი, ვინ იმუშავებს ახლად შექმნილ დეპარტამენტში ილონ მასკისა და ვივეკ რამასვამის გარდა. კანადა ამერიკის 51 შტატი არასდროს გახდება. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისი თქმით, კანადას ამერიკასთან სავაჭრო კონფლიქტი არ სურს, თუმცა თუ ამერიკა ტარიფებს დააწესებს, მაშინ კანადა შესაბამის პასუხს გასცემს. შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადა ამერიკის 51 შტატი უნდა გახდეს და ამ შემთხვევაში კანადას ტარიფები არ დაუწესდება. ამასთან დონალდ ტრამპი მექსიკისა და კანადისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს, თუმცა მექსიკის პრეზიდენტთან და კანადის პრემიერთან საუბრის შემდეგ ტარიფების დაწესება 30 დღით შეჩერდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ენერგეტიკის დეპარტამენტმა მწვანე შუქი აუნთო სასესხო გარანტიის გაცემას, რომელზე შეთანხმებასაც მხარეებმა ტრამპის გაპრეზიდენტებამდე მიაღწიეს. გამოყოფილი სესხი მონტანაში მდგრადი საავიაციო საწვავის გადამუშავებელი ქარხნის გაფართოებას უნდა მოხმარდეს. The Montana Renewables 2022 წელს გაიხსნა და წელიწადში 140 მილიონ გალონ ბიოსაწვავს ამუშავებს. სახელმწიფო სესხი კი საშუალებას მისცემს წარმადობა 315 მილიონ გალონამდე გაზარდონ და ჩრდილოეთ ამერიკის მდგრადი საავიაციო საწვავის მოთხოვნის 50% დააკმაყოფილოს. მდგრადი საავიაციო საწვავი კი ბიონარჩენების გამზადდება და გაცილებით ნაკლებ ემისიას გამოყოფს ვიდრე ტრადიციული საწვავი. აღნიშნული სესხი თავდაპირველად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 10 იანვარს დაადასტურა. მწვანე ენერგიის პროექტების ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, განსაკუთრებით კი ილონ მასკის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ ხარჯების შემცირების შემდეგ თეთრი სახლის სესხების ოფისი მათთვის დაფინანსებას აღარ გამოყოფდა. თავად ბაიდენმა ინფლაციის შემცირების აქტის ფარგლებში სესხების ოფისს 100 მილიარდიანი ბიუჯეტი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის დეპარტამენტმა მონტანას ქარხნისათვის სესხი დაადასტურა, მათი პრესპიკერი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია დაფინანსებებს კვლავ გადახედავს, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა განხორციელებული აქტივობა კანონთან თანხვედრაშია და ემთხვევა დონალდ ტრამპის პრიორიტეტებსა და აღმასრულებელ ბრძანებებს. ევროკომისია ევროკავშირში გაზის ფასის მაქსიმალური ზღურის დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, ამით ევროკომისია სურს მომხმარებლების საწვავის გაძვირებისგან დაიცვას, ვინაიდან ბუნებრივია ირის ფასმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბოლო ერთ კვირაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. The Financial Times-ი წერს, რომ ევროპაში გაზი ამერიკასთან შედარებით 4-ჯერ ძვირია, რაც საწარმოების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ელექტრობატარეების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი კომპანიის ჩინური Kettlis აქციები ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დაილისტება. საცვალო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის საკუთარი აქციების შეთავაზებით კომპანიას უმცირე 5 მილიარდის მობილიზებას გეგმავს. თუ გარიგება მართლაც ამ პირობებით შედგა, ეს ყველაზე დიდი IPO იქნება, რომელიც ჰონგ-კონგში 2021 წლის შემდეგ შედგება, როცა აქციები გასაყიდად TikTok-ის ჩინურმა კონკურენტმა Kuaishou-მ გამოიტანა. ამ გზით Kettlis მენეჯმენტს გრძელვადიანი ინსტიტუციური ინვესტორების მოძიება სურს, რადგან ბევრი ფონდი კომპანიაში ინვესტორებისგან თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ ის კონტინენტურ ჩინეთში არის ბაზირებული. Kettlis აქციები ასევე ივაჭრება შენჭენის საფონდო ბირჟაზე, სადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 150.9 მილიარდს შეადგენს, თუმცა უშუალოდ Kettlis გარდა ჰონგ-კონგის ბირჟაზე დალისტვა მნიშვნელოვანია თავად ბირჟის დივერსიფიკაციისთვის, რადგან დღეს იქ უმეტესწილად ჩინურ ინტერნეტ კომპანიების და ბანკებს ხვდებით. 3 წლიანი ჩავარდნის შემდეგ ჰონგ-კონგის ბირჟა გასულ წელს გააქტიურდა. 2024 წელს საფონდო ბირჟაზე 10.65 მილიარდის ჯამური მოცულობის 63 გარიგება შედგა, რაც 2023 წელს დაფიქსირდა 5.9 მილიარდს ერთბაშად 80%-ით აღემატება.
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ MicroStrategy დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან $742 მილიონი ვალია იღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია გაზარდა. ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში კომპანია 479,000-მდე ბიტკოინს ფლობს. პორტფელის საერთო შეფასება კი 47 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია. კომპანიის ხელმძღვანელის მაიკლ სეილორის განცხადებით, მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში ბიტკოინზე უკეთესი ამონაგები არც ერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ ექნება. ამიტომ კომპანია 10 წლიან კორპორაციულ ობლიგაციებს უშვებს და მომზიდული თანხით კრიპტოაქტივს ყიდულობს. ჰაკერებმა კრიპტობირჟა ZK-Lend-დან დაახლოებით $10 მილიონი ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის იყო ასობით ეთერიუმი და ბიტკოინი. კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციები დროებით შეწყვიტა. საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა ZK-Lend-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ჰაკერები კეთილგონიერებას გამოიჩენენ და თანხის 90%-ს უკან დაიბრუნებენ, რათა სამართლებრივი პასუხისგება თავიდან აირიდონ. თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლის მოსახლეობამ 2024 წელს 15,701,602 ადამიანი შეადგინა, რაც მსოფლიოს 131 ქვეყნის მოსახლეობას აღემატება. ინფორმაცია სააგენტო ანადოლუ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ქალაქის მოსახლეობა წინა წელთან შედარებით 45,678 ადამიანით გაიზარდა. სტამბოლში 7,82 მილიონი მამაკაცი და 7,88 მილიონი ქალი ცხოვრობს, რაც თურქეთის მთლიანი მოსახლეობის 18,3% შეადგენს. UNFPA-ის 2024 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობით თურქეთის მეგაპოლისმა მსოფლიოში 204-დან 131 ქვეყანასა და რეგიონს გაუსწრო. კერძოდ სტამბოლმა ევროპის ისეთ ქვეყნებს გადაუსწრო, როგორიც არის ბელგია 11,7 მილიონი მოსახლეობით, ჩეხეთი, საბერძნეთი და უნგრეთი. 2025 წლის იანვარმა 2024 წლის ანალოგიური თვის რეკორდი 0,1 გრადუსით მოხსნა და ყველაზე ცხელი იანვარი აღმოჩნდა. ევროპის კლიმატის სერვისის კოპერნიკუსის ინფორმაციით მოსალოდნელი იყო, რომ ელ-ნინიოს ბუნებრივი ფენომენის დასრულების შემდეგ 2025 წლის იანვარი შედარებით გრილი იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია რა იწვევს გლობალურ დათბობას, ძირითადად წიაღისეულის საწვავისწვა მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან, რამ გამოიწვია გასული თვის რეკორდული ტემპერატურა, როგორც NASA-ს კოსმოსის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი გევინ შმიტი აღნიშნავს, ძირითადი მიზეზი ატმოსფეროში გაფრქვეული სათბურის აირების ემისიების ზრდაა, თუმცა სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომელთა გამოკვლევასაც მეცნიერები ახლა ცდილობენ. კოპერნიკუსის თანახმად 2025 წლის იანვრის საშუალო ტემპერატურა 1,75 გრადუსით უფრო მაღალი იყო პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით. გასულ წელს ტემპერატურის მნიშვნელოვან მატებას ხელს ელ-ნინიოს ამინდის ფენომენი უწყობდა, რაც წყნარ ოკეანეში წყლის ტემპერატურის ზრდაში გამოიხატებოდა. ამან ატმოსფეროში უფრო მეტი სითბოს გაშვება გამოიწვია, რამაც საბოლოოდ გლობალურ ტემპერატურაზე გავლენა იქონია.